მოგესალმებით, მეგობრებო, ვისაც გაინტერესებთ მინერალები, ვისაც გაინტერესებთ ასტროლოგია და მინერალოგია, რა კავშირში არის ერთმანეთთან, რა პლანეტარულ ენერგიებს ვაკავშირებთ, რომელ ქვასთან მაგალითად, როგორ იყოფა ეს ენერგიები, ხო, ეგ პლანეტები, ფსიქოტიპები ქვების მაგალითად, პერიოდები ჩვენ ცხოვრებაში როგორი არის და როგორ უნდა შევთავსოთ ამ პერიოდებს მინერალები, როგორ შეგვიძლია მედიტაციური პრაქტიკები მინერალებთან მაგალითად, ან ფსიქოლოგიური პრაქტიკები, ან რელაქსაციური პრაქტიკები, რომელ ქვებთან არის შესაძლებელი, რომელი არის მოტივაციის მომცემი ქვები, რომელი არის მაგალითად ფინანსური გაცნობიერებისთვის, აი ფინანსური ენერგია ჩვენში როგორ არის, იმის ფსიქოთერაპიულად გაცნობიერების ქვები, რომელი გვეხმარება მაგალითად ამ პრაქტიკებში. ძალიან ბევრი თემა არის ასტრომინერალოგიაში, რომელიც მაინც არ არის ხოლმე ესე გავრცელებული ინფორმაციულად და ძალიან საინტერესო ლექცია მაქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, ვისაც გაინტერესებთ გამოყენება მინერალების მაგალითად უფრო ეზოთერულ პრაქტიკებში როგორ მუშაობს ეს, რა მითები არის ამ ეზოთერული მინერალოგიის და მაგიური მინერალების განხრით მაგალითად და რა არის ცოტა პაფსა ინფორმაციები, რა არის რეალური ინფორმაციები, ხო? ხა სატურნის ენერგია არის მინერალი ჩვენთან ასტროლოგიაში და სატურნი ეს არის სტრუქტურა, ფორმა, მატერიალური სახე, მაგალითად მატერია არის სატურნი ჩვენთან და ენერგია, რომელიც მატერიაში არის ჩაკეტილი, მოდით ფორმულირებული მატერიაში ენერგია და ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ასტროლოგიაში. შესაბამისად, კარმულ ასტროლოგიაშიც მინერალებს დიდი დატვირთვა აქვს, როგორ შეგვიძლია ჩვენ ამოვიტანოთ მაგალითად, ანუ ფსიქოთერაპიაში, კარმული ასტროლოგიის განხრით, როცა ფსიქოთერაპიულად მუშაობთ, რომელი მინერალი შეგვიძლია დავიხმაროთ ამ სიტუაციებში, უბრალოდ ფსიქოთერაპიულ პრაქტიკებში, რომელი ქვები გვეხმარება, რომელი ხელს შეგვიშლის მაგალითად, აი ამ ყველაფერზე გვექნება ლექციაზე საუბარი. ვისაც გაქვთ ინტერესი ივენთი, შეგიძლიათ ნახოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ზეც მაგალითად, მომწეროთ უამრავი სოციალური კონტაქტი მაქვს. ჩაეწეროთ ლექციაზე, რა თქმა უნდა, იქნება კითხვა და პასუხის რეჟიმი, რა თქმა უნდა, იქნება იქ ასტროლოგიაზეც საუბარი, თქვათ, რა კლასტერებად ყოფთ ასტროლოგიაშიც მინერალურ ენერგიებს, პირადი რუკის გამოყენებით, როგორ ხდება ქვების შერჩევა და აი უამრავი ქვები არის, რომელიც საერთოდ არ ვიცით, როგორ მუშაობს მაგალითად და ასტროლოგიასთანაც როგორი კავშირი აქვს და ვისაც გაქვთ ინტერესი, ადრე უამრავი ტრენინგიც მაქვს ჩატარებული, ლექციებიც მაქვს მინერალებზე ჩატარებული და ხშირად იყო ხოლმე ზუსტად ეს კითხვები, რომელი ქვა ვატარო ზოდიაქოს მიხედვით. ამ ყველაფერზეც გვექნება საუბარი, რა არის ეს უბრალოდ ზოდიაქოს ნიშანი, რეალურად რა არის პირადი რუკა და როგორ შეგვიძლია განვასხვაოთ მაგალითად აი ეს პაფსა ასტრომინერალოგია რეალური ასტრომინერალოგიისგან, როგორ უნდა შევაფასოთ ჩვენი სიტუაცია ფსიქოლოგიურად, ეხლა რა ეტაპზე ვიმყოფებით, რა ენერგეტიკულ ველში ვართ და იმის მიხედვით დაუკავშიროთ ქვებს ჩვენი ენერგეტიკული ველი, ხო, რომ ერთმანეთთან გქონდეს ჰარმონიული გაცვლა ენერგიის და კლასტერებად დავყოფ მინერალებს, აგიხსნით პირდაპირ ქვებს გაჩვენებთ, მაგალითად ფოტოებსაც ვყრიდი ხოლმე დახურულ ჯგუფში მერე წინა ლექციებისგან ამ ქვაზე იყო საუბარი, ესე გამოიყურება, ეს არის ნამდვილი, როგორ გამოიყურება ნამდვილი ქვა, საჩევარჩიოთ ქვები, კარგი ქვები მაგალითად და ამ ყველაფერზე აი სრულად გვექნება საუბარი. ლექცია დაახლოებით ჩემი გამოცდილებით ხოლმე 2 საათი, 2 საათნახევარი გრძელდება ხოლმე. კითხვა-პასუხის რეჟიმით როცა არის, ქვების დახასიათებაც როცა არის, ახლა კი მაქვს YouTube-ზე უფასო ვიდეოც დადებული ქვებზე, თუმცა ახლა გაცილებით უფრო ისეთი ინტერაქციული იქნება, უფრო სიღრმისეული, უფრო ჩემი გამოცდილებითაც იქნება საუბარი მინერალებზე და აი კარგად დაგიხარისხებთ, ესე რომ ვთქვათ, ქვებს, რომელი მიწის ენერგია არის, რომელი ფსიქოლოგიური, რომელი მთვარის ენერგიის ქვები კლასტერულად აგიხსნით ამ ყველაფერს და იმედია, რომ ინტერესიც იქნება თქვენი და შეგიძლიათ მომწეროთ დაინტერესების შემთხვევაში და 11 ოქტომბერი დაიმახსოვრეთ დაახლოებით 13 საათზე ვიწყებ ხოლმე ყოველთვის ლექციებს, იმიტომ რომ ხშირად უცხოეთიდან გვერდთვებიან და დიდი განსხვავება დროში რო არ იყოს ხოლმე დიდი პრობლემა მათთვის. ასე რომ გელოდებით და დროებით მეგობრებო.